2025 წლისგან პირველ რიგში ველით იმას, რომ საქართველოს როგორღაც და ამისთვის ძალიან ბევრი რამე კეთილ ხედავთ ხო ახლა ყოველდღე მე არ დავიწყებ რაღაცა მიმოხილვას იმისი თუ რაც ხდება ყველა ყოველდღე ვართ ტელეფონებში, ტელევიზორებში და ამიტომ არაფერს კიდე ზემოდან არ დავაწყებ, მაგრამ ყველა ვიცით რაც ხდება. მე ვისურვებდი რომ ეს 2025 წელი როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს შეიძლება და ამაზე ბევრი საუბრობს ხოლმე. რა თქმა უნდა აი ეს მრავალფეროვნება, რომლებიც აქციებზეა და აი ეს ურთიერთსიყვარული კიდევ უფრო გაიზარდოს. დღევანდელი საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გახსოვდეთ ხალხო ეს ადამიანები, რომლებსაც ურეკავენ, ემუქრებიან, აგინებენ და კიდე 1000 უბედურება და რუსული ჰიბრიდული ომი თქვილა არ ვამბობ ხოლმე, არის ძალიან ეფექტური იდეაში და ძალიან გამომფიტავი. უბრალოდ ჩვენ გამოვდექით რა საქართველოს მოსახლეობა გამოვდექით ძალიან ძლიერი ხალხი და აქედან გამომდინარე რაღაცეებს ეს თუნდაც ჰიბრიდული ომი და ზოგადად პროპაგანდა ვერ ერევა და ამიტომ ეხლა მნიშვნელოვანი არის ის რომ და რის ხარჯზე ვახერხებს ამად რის ხარჯზე დაიბადა აქ ახალი საზოგადოება რის ხარჯზე უძლებთ ამდენს იმის ხარჯზე რომ რეალურად პირველი სიმართლე ხალხის სიმართლე მე არ გულისხმობ პოლიტიკოს ხალხის სიმართლე ასევე რა ქვია სალომე ზურაბიშვილი რომელიც დასავლეთისკენ მუშაობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ რაღაცნაირად რეაგირების გარეშე ეს ყველაფერი არ დარჩეს და სალომე ზურაბიშვილი დღეს თქვენთან ერთად იქნება. მან თქვა რომ იქნება ხალხთან ერთად და შეხვდება 2020. ხო და ამიტომ აი ბავშვებსაც რომ უყურებ რა და აი პატარებს უყურებ დადიან მოდიან ზოგი ხდება რა ხდება ზოგი ვერ ხდება ჯერ ძალიან პატარები არიან და მე ვისურვებდი რომ ეს ჩვენი ქვეყანა მართლა იყოს ღირსეული, დამოუკიდებელი, განვითარებადი იმიტომ რომ თუ ჩვენ მივახციეთ იმას რომ საზოგადოება გაერთიანდება და ეს პოლარიზაცია დასრულდება ამისთვის ვირჩევ ჩვენ პოლარიზაცია დასრულდება მე ჩვენ ხედავთ თუ როგორ მე თვითონაც ვერ ხვდები მაგრამ მოვახერხეთ ძალიან მაგარი თავის აღზრდა და მე დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კარგად იქნება ოღონდ მედგრად უნდა ვიყოთ ასევე სოლიდარობა ყველა პარტიმარს რომელიც არის უკანონო დაჭერილი სოლიდარობა ჩემ ძმაკაცებს რეზო კიკნაძეს ოკმელას ყველას ვინც იქ არის მიყვარხართ ძალიან დიდ პატივს და მალე ჩვენთან ერთად იქნება აუცილებლად